მოგესალმებით ყველას აბსოლუტურად დიდი სიყვარულით. დღევანდელი ვიდეო მინდა დავიწყო მადლიერების ენერგიების გამომჟღავნებით. და დღევანდელი ვიდეო იქნება აი ესეთ განსხვავებულ ფერად ფორმატში, რადგან რაღაცნაირად ესე მომინდა, რომ დაახგენქვათ ის ყველაფერი, რაც ახლა მე მინდა გაგიზიაროთ. მადლიერების ენერგიებით, რომელიც ვიცი, რომ ძალიან გაუხარდება იმ ადამიანს ასეთი ფორმატით, როდესაც გავაჟღერებ ამ ჩემს ემოციას და ენერგიას. ადამიანი, რომელიც ერთი წელია ჩვენ სივრცეში არის და ჩემთან ერთად მოდის, გვაქვს კონსულტაციები, დიაგნოსტიკები და როგორც ის ამბობს, ძალიან გაიზარდა, ძალიან კმაყოფილია, მადლიერია და ამბობს, რომ მისი ცხოვრება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შეიცვალა დადებითისკენ აქ ამ სივრცეში, ამ დიაგნოსტიკური კონსულტაციების ფონზე, რაც შენი სულიერი სივრცის არხზე აქვს ამ ხნის განმავლობაში და კარგად გრძნობს ცხოვრებისეულად თავს. და ეს ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში და ეს ის არ არის, მე ვისთანაც ვიყავი, ის უკვე ჩემი მეგობარი ადამიანია. ესეც მეგობარია, მხოლოდ ჯერჯერობით სულის დონეზე, იმიტომ რომ ამ ადამიანთან პირდაპირი ჩართვაც კი არ მქონია, ჩვენ იცით, რომ დიაგნოსტიკებს ვაკეთებთ ხმოვანი შეტყობინებების საშუალებით და გამომდინარე აქედან პირდაპირი ჩართვითაც არ გვინახავს ერთმანეთი. საოცარი გოგო. არ ვიცი, დღეს მოახდინა ჩემში ეს გაოცების მდგომარეობა, ეხა როგორი რაღაცა იცით ჩემო კარგებო, საჩუქარი ზოგადად ყველას ძალიან უხარია და ძალიან ეს არის იმ სიყვარულის მატერიალიზირება, რასაც შიგნიდან ადამიანი გრძნობს. თუ არ ჩავთვლით აი ვალდებულებით საჩუქრებს ხოლმე, ხო? და აი ეს ის შემთხვევაა, როდესაც არანაირი ვალდებულება არ ქონდა ადამიანს, ხო, არანაირი თავის ვალდებულებას ასწორებდა ფინანსური მიმოცვლით და მადლიერებით და ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ადამიანმა დღეს გზავნილი მივიღე, რაღაცა უშველებელი, ვერ გეტყვით, რომ მილიონერია ეს ადამიანი და არ ვიცი, იმ ხელა სიყვარული დამხვდა იმ ასე ვთქვათ ბოქსში, რაც გამომიგზავნა, რომ მთელი დღის განმავლობაში, აი როგორ ხარ იცი, რომ ყოფილა რაღაც, რომ ძალიან ბედნიერი ენერგიები რო გაქვს შეგრძნების დონეზე და გაბურვებული რო ხარ რაღაც სასიამოვნოდ და რო ირწევი, აი ესეთი ენერგიები ამოვიდა იმ ბოქსიდან, როდესაც გავხსენი. ეს მხოლოდ ნივთები არ იყო და მხოლოდ ის არ იყო, რაც შეგიდო. იქიდან ამოვიდა სიყვარული, მადლიერება და აი ის ენერგია, როდესაც უნდოდა ამას ეს გაეკეთებინა და გამოეხატა. თამარ, ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის. ეხლა კი დაგათვალიერებინებთ იმ მცირედ ნაწილს ამ ადამიანის გზავნილისგან, რაც აი ჩვენ კუთხეს შეიძლება, ასე ვთქვათ, შემატებოდა. ეს არის სურნელოვანი სანთლები, სანთლებიც არის სურნელოვანი კი, იქ მიდევს ზემოთ, ეს არის სურნელოვანი ჩხირები სპეციალურად ტაროსთვის განკუთვნილი და ვინაიდან ჩვენი ლოგო არის მზის ლოგო, აი არ ვიცი, ამას ხო ძებნა უნდა ზუსტად რო იპოვო ესეთი მზისთვის, ტარო მზე, ანუ ნახეთ. აი ამას ხო მოძებნა უნდა, ამას ხო ენერგია უნდა, ამას ხო სიყვარული განაპირობებს ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო. ეს არის თავისი სადგამი, რაზეც დადგავდა უკვე ამ სურნელოვან საოცარი სუნი ღმართლა. სასწაული ჩხირებს ჩადებდა აათებ. ეს ერთ-ერთი. რაღაცა სასწაული ტარო გამოგზავნა 3 დასტა ორიგინალები. ყველა. ეხლა ნახეთ ამ სილამაზეს, ეხლა ამ გაშლაში ეს არ მაქვს რა ჩართული, იმიტომ რომ ეს არის ორაკული. ჯერ მარტო შეფუთვა ნახეთ.
მარტო ეს ნახეთ, მინდა რომ ჩემი ეს სიხარული გაგიზიაროთ, ჩემო ძვირფასებო თქვენს და ვიცი რომ გაგიხარდებათ. ნახეთ. აი არ ვიცი, პროსტა რა, მომემაპატეთ ამ ჟარგონისთვის, ამაზე აუცილებლად გაგიკეთებთ გაშლას, სასწაული რაღაცა, ეს არის ტაროს დასტა არის, რომელიც ორაკულური პრინციპით არის აგებული, მაგრამ ძალიან თემატურია, აი სასწაულად თემატურია, ამას მოყვება თავისი ძალიან დიდი წიგნი, ამაზე მე წიგნებით არ ვმუშაობ ზოგადად ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას მაინც გადავავლებ თვალს, იმიტომ რომ ეს არის ორაკული და ამას აუცილებლად გადავავლებ თვალს და ამ დასტით უკვე ჯერ ახლა დეკემბერში მაქვს დატვირთული გრაფიკი და შემოგთავაზებთ აუცილებლად, მე ძალიან მაინტერესებს როგორ მუშაობს იქნება ამ თვეშივე შევძლო და ნახეთ რა ლამაზია. ეს ერთი თამუნა. აი ხო წარმოგიდგენიათ ახლა დარწმუნებული ვარ ჩემი სიხარულით, თქვენც გიხარიათ ხო, იმიტომ რომ აქ ყველა ვართ ისეთი ადამიანები, ვისაც ერთმანეთის სიხარული და ბედნიერება გვაბედნიერებს, ხო? ეს ხო არის სიყვარულის გამოხატულება, ეს ხო არის ზრუნვა, ეს ხო არის აი არ ვიცი, განწყობა რა აქვს შენს მიმართ ადამიანს, მატერიალიზაცია არის ამის გამოხატულება მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის ლავანდის რაღაც საოცარი სურნელები, თან ნახეთ თემატურად გული და ეს არის რაღაცა თითქოს სამყაროსკენ მიმართული ფორმა. ნახეთ. რაღაც სასწაული სურნელი აქვს. თქვენც გიგზავნით. ეს და ესეთი ეს ხო არ გონიათ ერთი, სამი წვრილი ესეთი, სხვადასხვა ფერები. შემდეგ ეს ტარო, რომელიც არის, აი, რომელიც იყო, როგორ იცი, რო ვათვალიერებდი ზოგადად ტაროებსთან ორიგინალი, ხელნაკეთია ეს. და ამას თავისი ის მოყვა, აი ესეთი ქისა, ნატურალური, აი მე ეს ტარო რაღაცა ჩქარობს. ესეთი ქისა მოყვა. რაშიც 5 არის და ესეთ ქისაში და ძალიან ლამაზი ის იყო რაღაცა ბანტებით გაკეთებული. სტორზე კიდევს და ეს მეორე ტარო ნახეთ რა სილამაზეა, ეს არის კლასიკურ ორაკულზე აწყობილი. ისეთ აი იცი როგორი სერიაა, როგორიც მეორე გოგოს ტარო ვიყავი გერმანიაში იმან მაჩუკა ეს ჩემი საკუთარი დასტას რო ვეძახი ეგვიპტური დასტაროა. აი ეს იგივე სერიიდან არის დაახლოებით ძალიან ჯვირიანებია ხალხო, ვაიმე აი არ ვიცი რა. და ესეც არის რაღაცა საოცრად მეტყველი ტარო, ჯერ მარტო 5 ნახეთ, შეფუთვა ნახეთ. ესეც ორიგინალი ფორმატი. ესეც კლასიკურ ეს მოოქროვილი გვერდები, კლასიკურ ორაკულზე აწყობილი. 78 არკანიანი დასტა. ძალიან მომეწონა, ძალიან. როგორ შეიძლება არ მომწონებოდა, ხო? რომელზეც დღეს ვიმუშავებთ. ჯერ მარტო 5 რა დაირია, აი არ ვიცი, შოკი მაქვს. ეს და აი ამ გოგომაც არ ვიცი გერმანიაში რა ხდება, უბრალოდ ძალიან ძვირებია იქ ესენი. ესეც ხო იცით ეს მეორე გოგოს ტარო ვიყავი სტუმრად, ესეც ორიგინალია, ლენორმანის ორიგინალი, ჩემი პირველი დასტა იყო და არ მქონდა ორიგინალი და ამ გოგონამ დამახვედრა ორიგინალი. ესეც და ის მეორეც. და არ ვიცი, ესე მანებიურებენ. აქედან კიდემ ჩემმა შორენამ ხალხო ეხლა არ იფიქროთ, რომ აი ასე რომ ვამბობ და რაღაცის დემონსტრირებას ვაკეთებ, უბრალოდ გიზიარებთ ჩემს სიხარულს, იმიტომ რომ აი დღევანდელ დროში ესეთი რაღაცეები იშვიათია, ხო? არ ხდება ესე ხშირად, მით უმეტეს გამოხატულება სიყვარულის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანებს, არის დეფიციტში. ეს ჩემი შორენასგან ესეც საოცარი დასტა. შორე, უღრმესი მადლობა ასევე და ნახეთ. ნახეთ, აი ამაზე საერთოდ გავგიჟდი. ეს თაბუნასგან ჩვენი მაგიდის დასადგამი, ასე ვთქვათ, და ახალი წლის მომლოცველი თოვლის ბაბუას ვნახოთ, ეხლა რა მოაქვს ჩვენთვის ამ წინა საახალწლოდ
გავიგოთ, რას მოგვიტანს უკვე ახალი წლის პერიოდებში ჩვენი საოცარი ეს არის სნეგურეჭკა, ხო? თუ რას წერია. კიდევ და კიდევ. კი მეუბნება ამდენ მადლობას, ნუ მიხდი არაფერი ასეთი. აი სიტყვა, როდესაც ვაჟღერებ მადლიერებას, ხო? ეს ბეჭედი და კიდე იქ სამაჯური და რაღაცებია, ეს არის ნატურალური ავანტიურინი მე მგონი და ნუ რა თქმა უნდა ეს არის ვერცხლი. და იგივენაირად რა სამაჯური მე იმებს დროდადრო ფიზიკურად იმდენი იყო და არის ხალხო, რომ აი ასე მართლა ნამეტანი ჯერ ამდენი წუთია უკვე გასული, 10 წუთია ვიდეოს წერ და არ მეყოფა 1 საათი იმის ჩასაწერად. თამარ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო სიყვარულისთვის და გიგზავნი უდიდეს სიყვარულს. ეხლა კი დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა. ეს არის პირველად ჩვენი სივრცის არხზე ესეთი გაშლა 2026 წლის მთლიანი წლის პროგნოზი. ამით გავაკეთებთ ეხლანდელ ენერგიებს, ვისი უნდა იყოს გაშლა, მომავალი 2026 წლის მთლიანი წელი, ვისთვისაც უნდა იყოს პროგნოზი, აქ ამ დასტებით, ეხლა მისი ენერგეტიკა მაჩვენეთ. ესე იგი, დავიწყეთ ეხლა. ჩემო ძვირფასებო. ნახოთ 2026 წლის იანვრისთვის განმავლობაში როგორი იქნება შენი იანვრის თვე, მთლიანი თვე. როგორი იქნება შენი იანვრის მთლიანი თვე. ესე სამკარტს დავდებ, რომ ადგილი მეყოს. ეს 1. როგორი იქნება თებერვლის 2026 წლის თებერვლის თვე? როგორი თებერვლის თვე გექნებათ 2026 წლის წელს? არის ახლა ის დასტებით თუ დამეტევა აქ საერთოდ. ეხლა ვნახოთ 2026 წელს როგორი იქნება თქვენი მარტის თვე. ვიდეო დიდი გამოვა, მოამზადებთ თქვენთვის სასურველი სასუსნაო. თებერვალი მარტის თვე. 2026 წლის მარტი როგორი იქნება თქვენთვის? 2026 წლის მარტის თვე. რაღაცა ჩქარობს მარტში. როგორი იქნება 2026 წლის მარტის თვე? ნახოთ აპრილი. როგორი ვისა? აი ესე ვისა. როგორია მე მგონი. მარტი. აპრილი. როგორი იქნება 2026 წლის მაისის თვე შენთვის?
როგორ იქნება 2026 წლის როგორ იქნება 2026 წლის ივნისის თვე. ჩეხეო, კაი. 2026 წლის ივნისის თვეში რა მოხდება მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში? როგორ იქნება 2026 წლის ივლისის თვე შენს ცხოვრებაში? რა შემოიტანს 2026 წლის ივლისის თვე? რა მოხდება 2026 წლის ივლისის თვეში? მოდი ამ კითხვებით წავალ ახლა. რა მოხდება 2026 წლის ივლისის თვეში შენს ცხოვრებაში? როგორ იქნება, კი არა, რა მოხდება 2026 წლის აგვისტოს თვეში შენს ცხოვრებაში? რა მოხდება 2026 წლის რა მოხდება 2026 წლის სექტემბრისთვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ესეთი გაშლა პირადი დიაგნოსტიკაც კეთდება ასეთ გაშლაზე, ჩემო კარგებო. დეტალები ვისაც გაინტერესებს, პირადში მოიწერეთ. როგორ იქნება 2026 წლის ოქტომბრის თვეს განმავლობაში შენი ცხოვრების მოვლენები? ანუ რა მოხდება 2026 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში? რა მოხდება 2026 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში? რა შემოვა რაღაც ესე მოდის? რა მოხდება 2026 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში? ვისაც გედიდებათ ვიდეო გადაახურეთ. ნოემბერი და ესეც დეკემბერი. რა მოხდება 2026 წლის დეკემბრისთვის განმავლობაში შენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელოვანი და როგორ დამთავრდება 2026 წელი შენს ცხოვრებაში? აი ამის ადგილი უკვე ვატყობ აღარ გვაქვს, მაგრამ და გამოვაჩინოთ. დავიწყეთ ახლა სიგნიფიკაციით. ვისია გაშლა, ეს ცოტა ახალი დასტა და ცოტა დრო დამჭირდება წასაკითხად. ვინ ხარ შენ? შენ ხარ ეხა ადამიანი, ვინც მიყურებს, ვინც თავის საყვარელ მამაკაცთან სიყვარულზე ოცნებობს, რომელიც არის ახლა მანძილზე და თითქოს ცდილობს ამ ოცნებას, რომელიც არის შორს აი, რომელიც არის შორს, ეს ოცნება უკავშირდება ცოლობას ამ ადამიანის. ცდილობს, რომ აი ეს ოცნება, რომელიც თითქოს აი რეალობას არ შეესაბამება,
როგორი რაღაცა იცი, აი ნიადაგი რო აქეთ-იქით აყვავებულია და თითქოს ის ოცნების ტერიტორია არის მხოლოდ ასე ვთქვათ, მოსავალი, ბალახი არ არის იმ რაღაც შენი ოცნების ტერიტორიაზე, არის მხოლოდ ასე ვთქვათ, გამხმარი მიწა და აქეთ-იქით იმ ოცნების გარდა ყველაფერი აყვავებული. ეს ბედნიერი თანაცხოვრება ამ ადამიანთან, რომელიც უკავშირდება ცოლობას, რომელიც ხოთაშორის ჰქონდათ წარსულში და აი ამაზე ოცნებობთ, ოღონდ უკვე სტატუსი ცოლობა რო იყოს, გამიგეთ? აქ არის მანძილი, თითქოს გაყინულია სიტუაცია, აი დიდი ხანია თითქოს, აი 1 წლის განმავლობაშია თითქოს უკვე ლამის ეს სიტუაცია სტაგნაციაში რა და თქვენ აი ამ ოცნებას მიუხედავად იმისა, რომ შორეულია, მაინც ცდილობთ, რომ აი ხმელ ნიადაგს თქვენი ემოციები დაასხათ და თქვენი სიყვარულით თითქოს არ ნებდებით გჯერათ რაღაცის, რომ თითქოს აი თქვენი ემოციების მიცემით ამ გახრიოკებულ ნიადაგს ააყვავებთ. ამ დროს ხართ საკმაოდ შეძლებული ადამიანი, დიდი გზა გაქვთ გამოვლილი, საკმაოდ დიდი გზა, თავისი აღმართ-დაღმართებით დღეს კი ხართ. აი როგორ პოზიციაში იცი, ძალიან სექსუალური, ძალიან ლამაზი, ძალიან ჰაეროვანი ადამიანი ამავდროულად. აი შემდგარი ქალი ხართ, უბრალოდ აი ეს არის რაც თქვი ახლა მე აქ. თუ იცანით თქვენი თავი, ესე იგი გაშლა თქვენ გეკუთვნით. ეს ახალი დასტა და ეს უბრალოდ ასაღებები ყოფილა. მიუხედავად რომ ავჩერდა მაინც. აქ რას მაჩვენებენ იცი? იანვრის თვეში თითქოს, აი ეხა ეგ ცარიელი ასაღებებით ჩვენთვის მეტყვისა. იანვრის თვე როგორი იქნება თქვენთვის კიდე დავაზუსტებ, მაგრამ გეტყვით, რომ თითქოს ნულდება რაღაცა, რჩება წარსულში 2025 წლის ბოლოს და ახალი ფურცლიდან იწყებთ ცხოვრებას, სადაც საკუთარი ემოციებით გაბრწყინებული იქნებით, აქ ესე მაჩვენებენ თასების დედოფალი, სადაც იქნებით აი ახლად ამოსული, შევსებული, თითქოს აი შეიძლება ისეთი სიბნელე იყოს ირგვლივ, რომ არავის და არსად არ ეგონა, რომ დაუშვათ თქვენ თვითონაც არ გიფოსოროთ, თქვენ თვითონ არ გეგონათ, რომ აქ თქვენთვის ტახტი დაიდგმებოდა, ესეთი ინფორმაცია მოდის. მაგრამ აი ასე იქნებით. მოდი ვნახოთ უფრო ზუსტად იანვრის თვეში, 2026 წლის იანვრის თვე, როგორი იქნება შენთვის. სიყვარული, რომელზეც ოცნებობდით, აი ბავშვურად და რომელსაც ელოდებოდით, აი ამ დარდისგან გამოდიხართ. გეშინოდათ ამ სიყვარულის. იმიტომ რომ გზად ბევრი საშიშროება გამოიარეთ. და აქ ამ შიშიდან არის გამოსვლა, სადაც იქნებით შევსებული. იმპერატრიცას პოზიციაში ხალხ ღმერთ აქ რა ხდება? საინტერესოა. პენტაკლი ღმერთ რაღაცა სწავლი იწყება, ძალიან მაგარი ენერგიებში. Так, თებერვალი როგორი იქნება შენს ცხოვრებაში?
თებერვალი იქნება მოქმედებაში მოყვანის თვე. დიდხნიანი სტაგნაციური სიტუაციის დასრულება, რისთვისაც ხდებოდა ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლის ველზე ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხელისშემშლელი ფაქტორები იყვნენ იმ სამომავლო პერსპექტივებთან, რაზეც მიდიოდით, რისკენაც მიდიოდით. მაგრამ აქ გამარჯვება გამოდის. აქ გამოდიხართ კვერთხების დედოფალში. აი იმ საკითხებზე, რაც ვისაუბრე, გამარჯვებული გამოდიხართ, მიუხედავად იმისა სარეველისა, რომელიც არ გაძლევდათ გაქანების საშუალებას. ჩვენ ახლა ძირითადს განვიხილავთ, აქ სიღრმეებში არ ჩავდივართ, ხო? ტენდენციებს განვიხილავთ. მე ყველა თავისთვის დაარტყავს თავში, აი ის რო იყო, ვისიც არის გაშლა. მარტში რა მოხდება მარტში? მარტში ვიღაცასთან რაღაცა შეჩერებული ფინანსური მხარე, რომელიც იწვევდა ემოციურ კრიზისს, აი რაღაცნაირად შეჩერდა სამომავლოდ თითქოს ფინანსური არხი. აქ მიწერ დონეზე ახალი გზა გაგეხსნებათ, ფინანსები აი რაღაცა მოულოდნელი წყაროდან შემოვა, შესაძლებლობა ჩემო ძვირფასებო, თითქოს აი სამყარო გეტყვის, ნუ ნერვიულობ, აი შენ. ეს რომელ სფეროს ეხება უფრო მითხარით, უფრო ეხება ფინანსებს, მაგრამ კიდევ დავაზუსტო, იმიტომ რომ ამის გამო იყავით ემოციურ კრიზისში. ფინანსებს კი. ვნახოთ, როგორი იქნება აპრილის თვე 2026 წლის. ფიქრები თქვენს გრძელვადიან ცხოვრებისეულ პერსპექტივებთან დაკავშირებით, სადაც რაც უკავშირდებოდა თითქოს თქვენს აი სტაგნაციას, იმიტომ რომ აქ შეიძლება სიყვარულმა თქვენი სამომავლო პერსპექტივების, აი რაღაცა ემოციურმა სიყვარულის ფონმა რაღაცა თითქოს გაგაჩერათ თქვენს გეგმებთან მიმართებაში, ემოციურ დესტაბილიზაციაში ჩაგაგდოთ, გამიგეთ? და აი ამ ხრივ თითქოს როგორ იყო იცი, სულ აგერდაგერიათ, აი როგორც ასე ვთქვათ, გამოუცდელი ბავშვი ისე იქცეოდით ამ საკითხთან დაკავშირებით და აი აქ როგორი რაღაცა იცი, აპრილისთვის განმავლობაში რო ვერ იგებდით, რომ აი ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვიდე. უბრალოდ აი ვეღარაფერს აკეთებდით იყავით, აქ მოხდება თქვენი განულება, ჩემო კარგებო, აი ამ სტაგნაციიდან გამოდიხართ და უკვე თქვენი მომავალი გზა, რომელსაც აქამდე საერთოდ ვერც ხედავდით და ვერც ფიქრობდით, მხოლოდ რაღაცა ერთ ემოციაზე ოცნებობდით, ის მომავალი გზა იქნება უკვე დაპლანული რო იტყვიან და გეცოდინებათ რა როგორ უნდა წავიდეს. ასეთი იქნება იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილის თვე. ეხლა ვნახოთ მაისის თვეში რა მოხდება შენს ცხოვრებაში. მაისის თვეში მოხდება შენს ცხოვრებაში რაღაცა არჩევანის გაკეთება, სიყვარულის კუთხით, საყვარელი ადამიანის კუთხით. არჩევანის გაკეთება მოხდება. არჩევანი რაც უკავშირდება მამაკაცის მხრიდან არჩევანის გაკეთებას და რაც უკავშირდება ამ არჩევანის გაუკეთებლობის დროს შეჩერებას ურთიერთობისას. ეს ადამიანი გააკეთებს არჩევანს გააკეთებს, ვისი გააკეთებს არჩევანს, ესეც მითხარი, შეიძლება აქ იყო ბავშვებსა და თქვენ შორის არჩევანის გაკეთების სიტუაცია და ეს ადამიანი ამიტომ შეჩერებული იყო. თითქოს აქ არჩევანს გააკეთებს თქვენზე, მაგრამ მე მაინც დავაზუსტოთ. ეს ადამიანი არჩევანს ვიზე აკეთებს? მაისისთვის განმავლობაში ვიზე აკეთებს არჩევანს? ბედის წერა ერთვებაო? ხო.
თქვენზე კი განახლებას, ამ ურთიერთობის განახლებაზე აკეთებს არჩევანს. ივნისის თვეში რა მოხდება მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში? ივნისის თვეში რა მოხდება მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში? უძრავი სიტუაცია, რომელშიც ფიქრობდი, რომ გამოსავალი არ არსებობს და იყავი, ნახეთ როგორ არის ჩემო სიხარულებო, აქ შეიძლება ყველა თვე თქვენი იყოს, ან რომელიმე თვე იყოს თქვენი, იმიტომ რომ ეს მთლიანი წლის ტენდენციებია, ხო? თვეების მიხედვით. ივნისისთვის განმავლობაში ვიღაცა, ვინც იყო სტაგნაციაში. რას ნიშნავს სტაგნაციაში? აი, უბრალოდ ფიზიკურად არაფრის მოქმედების საშუალება არ ქონდა. აი, ვერ მოქმედებდით, გინდოდათ, მაგრამ იცოდით რა უნდა გაგიკეთებინათ, მაგრამ აი რაღაცნაირად ვერ მოქმედებდით. ეს იყო კარმული გაკვეთილის მდგომარეობა და უკვე აქ მაღალი ძალები გადაწყვიტავენ, რომ გამოგანთავისუფლო ნაკედან და თითქოს ამოისუნთქებთ. აი, როგორ თქვა, იმ ჩაყვინთული ემოციებიდან, სადაც რომელიც უმოქმედო მდგომარეობაში გამყოფებდათ, ამოდიხართ და თითქოს აი ცხოვრების იმას თქვენს ოცნებას აიხდენთ რა. რასთან მიმართებაშიც იყავით, აი მოცნებაზე იყავით დამოკიდებული და ვერ ეხსნებოდით და თითქოს აი ამ გაკვეთილს აბარებთ და ხო, აქ მაღალი ძალები გეტყვია, რომ კი ბატონო, აგერ შენ ეს შენი ოცნება, აგერ შენ და აისრულე და აქ ეს არის, რა ქვია, თითქოს ახლიდან იბადებით ამ ოცნების ასრულებით ინფორმაცია, რომელიც გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან. სასიამოვნო ინფორმაცია. ივლისის თვე როგორი რა მოხდება ივლისისთვის განმავლობაში? ივნისისთვის განმავლობაში მთლიანი თვის ტენდენციები იქნება როგორ იცი? ცოტა შეიძლება გაბუტული პერიოდი იყოს ურთიერთობაში. როგორი თემა იცი? თქვენ რაღაც აი ადამიანისგან დაელოდებით კერდა, უკვე აღარ დაელოდებით იმ ინფორმაციას, რომელსაც შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდით რა. და რაც გინდა მითხრას, ანუ საკუთარი სისავსევის შეგრძნება გექნებათ და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება ამ ადამიანმა გითხრათ, თქვენზე აღარ მოახდენს რაღაც დამანგრეველ ზეგავლენას და აქ ეს ადამიანი რაღაც ისეთ ინფორმაციას გეტყვით, რაც გაგიკვირდებათ, რო გესიამოვნებათ, მაინდა-მაინც ვერ გეტყვით, მაგრამ გაგიკვირდებათ და აი ეს ადამიანი თითქოს მოწყენით გეტყვით, რომ აი ესია და რა ვქნა და თქვენ ძალიან ჩვეულებრივად მიიღებთ ამ პოზიციას. აგვისტოს თვეში რა იქნება, ხო? იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტოს თვეში. რა მოხდება? აგვისტოს თვეში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ რაღაცა უმოქმედო სიტუაცია, შეიძლება გაჩერებული იყავით საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიძლება ბევრი ფიქრები, გეგმები გქონდათ მომავალ თემასთან სამომავლო თქვენს გზებთან დაკავშირებით, ცხოვრებასთან დაკავშირებით. აგვისტოსთვის განმავლობაში ახალი გადაწყვეტილება შემოვა შენს ცხოვრებაში, რასაც დიდი ხნის აი იმ გადაწყვეტილებას მიიღებ და განხორციელებას შეუდგები, რასაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდი და აბსოლუტურად წინასწარ ძალიან ჭკვიანურად გქონდა რა ამ ხნის განმავლობაში ეს გეგმები შეიძლება დიდი ხანია გეგმავ და ამ ხნის განმავლობაში ის რაც დაპლანული გაქვს და გათვლილი გაქვს რომ გამოცდილების საფუძველზე ზუსტად იცი რა როგორ რანაირად მოხდება, აი ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდება განხორციელება. შენი მომავალი პერსპექტივების, რომელსაც დიდი ხანია პლანავ, გეგმავ და თვლი რა როგორ უნდა გაკეთდეს, აი ეს საკითხი გადაწყდება და წახვალ ამ საკითხის საწყისის მდგომარეობაში დაიწყება ამ საკითხს. სექტემბრის თვეში შემოდის ძვირფასო ადამიანო.
აქ ეტყობა ვიღაცა ისევ რაღაცა კონფლიქტში შედის, სექტემბრის განმავლობაში დადგები არჩევანზე. აქ ხარ ჩამიშალეთ უფრო რა არის სექტემბრის განმავლობაში. რა მოხდება? აჰა. აჰა. აჰა, გავიგე, გასაგებია. სექტემბრისთვის განმავლობაში რა მოხდება შენს ცხოვრებაში და დიდი ხნის მდგომარეობა, სადაც ელოდებოდი ამ კაცის არჩევანს შენს როგორც აი ესე წარსადგენ ქალად პოზიციაში, მოდი ასე ვთქვათ რა, ცოლობის პოზიციის მდგომარეობაში, რაც ელოდებოდი და ამაზე მოგიწევს მანამდე ნერვიულობა და შეიძლება რა არჩევანს გაკეთებდა ეს ადამიანი არ იცოდი ამ სიყვარულს აირჩევდა თუ სხვა რაღაცას აირჩევდა იმ სამკუთხედში შეიძლება იყოს სიტუაცია და ამის გამო შეიძლება ამ ხნის რაღაცა პერიოდში იყოს გაჩერებული ურთიერთობაში იყოს ადამიანი ეს გაშლა გამოადგება მთლიანი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს რო ჩართოს ადამიანმა ეს არის ერთწლიანი გაშლა რომელიც ნებისმიერ ჩართვაზე არის აქტიური ისე როგორც ყველა გაშლა მაგრამ ეს განსაკუთრებით აქ მოხდა არჩევანის გამო გზების გაყოფა შენს ცხოვრებაში და აქ ეს ადამიანი თითქოს აღადგენ შეიძლება დიდხნიანი სიჩუმე და პაუზა იყო და აქ სექტემბრისთვის განმავლობაში არჩევანს გააკეთებს რა მოხდება შენს ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება მოხდება შენს ცხოვრებაში მიწიერ დონეზე დაშორების შემდეგ ტკივილის შემდეგ სადაც არ იცოდი ეს ურთიერთობა ბედით იყო შენი მოგცემდნენ შენ იქ დარჩებოდა რა იქნებოდა აქ ადამიანი გამოდის კომუნიკაციაზე და ინგრევა შენი მარტოობა იცვლება შენი მარტო ყოფნის მდგომარეობა და იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი ამის შესახებ გაცნობებს სექტემბრისთვის განმავლობაში. ნახოთ ოქტომბერში რა მოხდება შენს ცხოვრებაში. ოქტომბრისთვის განმავლობაში რა მოხდება ჩემო ძვირფასო და თქვენს აქ მაჩვენებენ აი ეს საოცრად დაიწყო ოქტომბრისთვის განმავლობაში შეიძლება რაღაცა საცხოვრებელზე გქონდეთ მსჯელობა თქვენი ემოციები იქნება აბსოლუტურ სტაბილიზაციაში თქვენი მხრიდან რაც არ უნდა ირგვლივ ქაოსი იყოს თქვენი ემოციები იქნება შენარჩუნებული და მაქსიმალურად გონივრულად იქნება აი ამ კაცთან ვიღაცასთან მოგიწევთ საუბარი თქვენ და თქვენი გონივრული, შევსებული, სტაბილური ემოციური მდგომარეობით რაღაცა ისეთ შექმნით, რაზეც შენ და შენი ადამიანი დიდი ხანი მსჯელობდით. დიდი ხანი მსჯელობდით და აი შეიძლება სახლი იყიდოთ, გადახვიდეთ ახალ სახლში საცხოვრებლად და ერთად დაიწყოთ ცხოვრება. ნოემბრისთვის განმავლობაში რა შემოდის? აქ ვიღაცასთან ნოემბრისთვის განმავლობაში ვიღაც ისია ეს, რომ ადამიანი, რომელიც იქცეოდა თქვენთან დაკავშირებით არასტაბილურად, შეიძლება ირგებდა ნიღბებს, შეიძლება მის უკან კიდე სხვა ქალები იყო და ასე შემდეგ, რის გამოც გააჩერდა ურთიერთობა, ეს ადამიანი ჩამოყალიბებული მოდის თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გეტყვით, თქვენ ხართ ჩემი სინათლე, თქვენ ხართ ჩემი შუქი, ბევრს იფიქრებს თუ სტაგნაციაში კარგა ხანს იჯდა, ბევრს იფიქრებს და ასე ვთქვათ, ამ გაჩერებულ მარტოყოფნის სიტუაციაში ბევრს იმსჯელებს, აწონ-დაწონის სიტუაციას და აქ უკვე არა როგორც ზრდასრული ახალგაზრდა, არამედ აქ როგორც ზრდასრული წარმოქმნდება თქვენს წინაშე პასუხისმგებლობით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ადვილი ამისთვის ამის თქმა, მაგრამ მაინც მოვა და გეტყვით, რომ თქვენს მომავლის გეგმასთან დაკავშირებით დაგელაპარაკებათ, რომ ესეთი რაღაცა მე გავაცნობიერე და აქ მართლა შეგიძლიათ დაუჯეროთ, მოხდება ის, რომ ეს ადამიანი შეიცვლება, მოდი ასე ვთქვათ, გაიზრდება. და დეკემბრისთვის განმავლობაში რა მოხდება?
თქვენი ცხოვრების ახლართული სტაგნაციური სიტუაცია, სადაც არ იყო მამაკაცის მხრიდან არანაირი ძვრა და აქეთ ეს ადამიანი რაღაცას ელოდებოდა, რომ აქ თავისი ასე ვთქვათ, უპირატესობა, მაგრამ მაინც აი ამაყად ამპარტავნად იჯდა, თავისი უპირატესობა ესე აეფიშირებინა. ეს ადამიანი ამ სტაგნაციაში სხვათა შორის ძალიან სიღრმისეულად ფიქრობდა, როგორ დასრულდება 2026 წელი შესაძლებლობაში, აი ამ სტაგნაციიდან მოხდება რაღაცა, აი სწრაფი ნახტომი მომავალში, რაზეც ასე ვთქვათ, შეიძლება იყავი შენ გაბრაზებული, გამიგეთ? და რაზეც ოცნებობდი. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ამ მამაკაცთან მიმართებაში შეიძლება ფინანსური მხარე იყოს აქ ვიღაცისთვის, უცაბედი ნახტომი მოხდება და აი ის რაზეც ოცნებობდი, უცბად მოხდება დეკემბრისთვის განმავლობაში. კიდე დამიდასტურეთ, როგორ დამთავრდება 2026 წლის დეკემბრის თვე ამ ადამიანის ცხოვრებაში. ხო რა. კი. აი მაგას გეუბნებით, აქ ვიღაცა ამ კაცის სიყვარული კი ბატონო, მაგრამ ეს კაცი შეიძლება ფინანსების გამო ვერ ახერხებდა ერთად გადასვლას საცხოვრებლად და ეს ადამიანი გეტყვით, რომ აი დავიწყოთ მომავალი ბარემ ახალი წლიდან ერთად თანაცხოვრება და ახალი ეტაპი დაიწყება, რომელსაც ძალიან დიდხანს ელოდით და ასე ვთქვათ, ეს კაცი რას გადაწყვეტდა, იმიტომ რომ თქვენს არ გქონდათ მაინდა-მაინც დიდი შემოსავალი და მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ერთად დაიწყოთ მომავალი წლიდან თანაცხოვრება. ასეთი იყო ჩვენი 2026 წლის გაშლა თვეების მიხედვით. თუ მოგეწონათ, რაღაცა ჩქარობს, აქ წარსულის მამაკაცი შემოდის, ეხა უცბად ვიღაცასთან მამაკაცი, რომელზეც ფიქრობდით, რომ ვაფშე მაგრამ ვიღაცამ შეიძლება გაშლები ქონდა გაკეთებული და იცოდა რომ მოვიდო და ვისაც ელოდებოდით, აი, всё, მოდის ეს ადამიანი, შეიძლება ხვალვე მოგწეროთ, შეიძლება ამაღამვე მოგწეროთ ინფორმაცია ვიღაცისთვის, სადღაც 3%-ისთვის, 5%-ისთვის მაქსიმუმ. ესეთი იყო ჩვენი 2026 წლის ტაროს პროგნოზი, შენი სულიერი სივრცის არხიდან. თითოეულ სიტყვაში, თითოეულ ბგერაში, თითოეულ გაშლაში გიდებთ სუფთა ენერგო სხივს და გიგზავნით ჩვენი არხის მეშვეობით, ჩემო ძვირფასებო. მიყვარხართ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან და მადლობა ყველა იმ შეფასებისთვის, კომენტარებისთვის, გულებისთვის, თქვენი ემოციის გამოხატვისთვის, რასაც ჩვენი არხის მიმართ და ჩემს მიმართ, სამყაროს მიმართ გამოხატავთ თითოეული თქვენგან.